ხშირ შემთხვევაში ჩვენს ავადმყოფობას აქვს ქვეცნობიერი მეორეული სარგებელი. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად ამიტომ ხდება ავად, თუმცა ძალიან ხშირად ფსიქოლოგები ამ ფაქტორზე ამახვილებენ ხოლმე ყურადღებას და კარგი გამოცდილი ექიმი სხვა დარგშიც, ვინც ფლობს, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ განათლებას, ინტერესდება ხოლმე პაციენტის ანამნეზით, გამოკითხავს მას ისტორიას და ცდილობს, რომ პირველ რიგში აი ამ ნაწილს მიაგნოს. მოდი ვილაპარაკოთ ავადმყოფობების მეორეულ სარგებელზე. რა მეორეული სარგებელი გვაქვს ხოლმე მაშინ, როდესაც ავადმყოფობთ. პირველი მეორეული სარგებელი ავადობისას არის ის, რომ ჩვენ ამ დროს ვიღებთ ყურადღებას და ზრუნვას ახლობლებისგან. ამას შეიძლება გქონდეს რაღაც პირობითად საწყისი ჩვენს ბავშვობაში, იქიდან იღებდეს სათავეს, როდესაც მხოლოდ მაშინ ვიღებდით ზრუნვას და ყურადღებას მშობლებისგან, როდესაც ავადმყოფობდით ხოლმე, ან პირობითად შეიძლება ეს იყოს უბრალოდ რაღაცნაირად ადამიანის გადავარდნა ამ ფსიქოლოგიურ ინფანტილიზმში, იმიტომ რომ მიიღოს და დაიბრუნოს, ასე ვთქვათ, გარემოცვისგან ზრუნვა და მხარდაჭერა. მეორე ფაქტორი, რაც ხშირად ასევე ძალიან გავრცელებულია ხოლმე და მუშაობს, ეს არის ვალდებულებებისგან გაქცევა. როდესაც ადამიანი ძალიან ბევრ ვალდებულებას იღებს, მისთვის კომფორტულია, მისი ქვეცნობიერისთვის კომფორტულია, რომ დაიცვას პიროვნება რაღაც გარკვეული სხვა ტიპის სტრესისგან, ამიტომ ის ხდება ავად. აი ვალდებულება მეტი აღებული, ის ხდება ავად. ხშირად ალბათ თქვენს გქონიათ შემთხვევა, ან თქვენ გადაგხდენია თავს, ან თქვენ ყოფილხართ დამკვეთი და გინახავთ როგორ ხდება უცბად, აი კრიტიკული მომენტი არის და ვადებში ვერ ეტევით თითქოს და ამ დროს ადამიანი ხდება ავად და სრულიად წარმოუდგენელია ხოლმე, ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს. ამისი მიზეზი სწორედ ეს არის, რომ ადამიანი უბრალოდ ვერ უძლებს ამ ჭარბვალდებულებებს და მისთვის უფრო კომფორტულია გახდეს ავად, რაღაც დაემართოს ისეთი, რაც მას აიძულებს, ასე ვთქვათ, ლოგინად ჩაწვეს. მესამე პირველს გავს, ეს არის ხოლმე მეორადი სარგებელი არის ხოლმე ის, რომ ავადმყოფობის დროს ჩვენ ვიღებთ გარკვეული ტიპის მხარდაჭერას გარემოცვისგან, ანუ უშუალო წრისგან, ან მესამე შრისგან, ასე ვთქვათ, უცხოებისგან, ეს არის ფინანსური მხარდაჭერა, ეს არის რაღაცა ტიპის წახალისება, ეს არის რაღაცა ტიპის, ასე ვთქვათ, გვერდში დგომა, შემსუბუქება, როგორც ჩათვალეთ, რომ რაღაცა თითქოს ვიღაცა შენს ნაცვლად იღებს რაღაცა ტვირთს, შენს წილტომარას აიკიდებს და ის მოათრევს, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში. ესეც ხშირად არის ხოლმე მეორადი სარგებელი ავადმყოფობისა. მეოთხე, ხშირად ასეთი მეორეული სარგებელი ავადმყოფობისა არის ვორკაჰოლიკი ადამიანებისთვის, ანუ ადამიანებისთვის, რომლებიც უბრალოდ ვერ ახერხებენ და თავს ვერ აძლევენ უფლებას, რომ დაისვენონ. აი, ისინი მუშაობენ და ამ თემაზე მე სხვა ვიდეო მაქვს ჩაწერილი და ხშირ შემთხვევაში ეს ჩვენი გარკვეული ტიპის ტრაუმებიდან მომდინარეობს და როცა თქვა შენ ვერ ახერხებ ადამიანი ამ ამბავს, ამ დასვენებას ჭირდება ლეგალიზაცია. ხო, ჩვენ ხელშია თითქოს დასვენება, მაგრამ ამას ამ ნაბიჯს ვერ ვდგავთ რაღაც გარკვეული ფსიქოლოგიური მიზეზების გამო, ამიტომ სჭირდება ამას ლეგალიზება. ლეგალიზებისთვის კი საუკეთესო ამბავი არის რა? ავად გახდომა. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ადამიანი ავად ხდება სწორედ იმიტომ, რომ მან ოფიციალურად ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე დაისვენოს. ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ესეც დავასახელოთ. კიდევ ერთი მიზეზი ეს არის ხოლმე ხშირად კონფლიქტებისგან თავის დახსნა, თავის დაღწევა, როდესაც რაღაცა სიტუაცია იძაბება, ადამიანი ვერ უძლებს, ადამიანის ფსიქიკა ვერ უძლებს ამას, ის ხდება ავად, ანუ მისთვის ამ კონფლიქტისგან თავის დაღწევა ავადმყოფობით არის შესაძლებელი. ეს ძალიან ხშირად ბავშვებისთვის არის ხოლმე დამახასიათებელი, ბავშვებისთვის, სადაც რომელ ოჯახშიც ბევრი კონფლიქტია, ან თქვათ ისე სტრესულ სამსახურში, განსაკუთრებით საჯარო
სექტორში ხშირად არის ხომ ეს, რომ რაღაცა გარკვეული ტიპის წნეხი მოდის საზოგადოებისგან ადამიანზე, ის უცბად ხდება ავად. ანუ ეს ავად გახდომაც ერთგვარი მეორეული მიზეზი არის ადამიანისთვის. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ხშირად ვხვდებით ხოლმე ავად, ეს არის манипуლირების ქვეცნობიერი სურვილი. манипуლირება ახლობლებზე, манипуლირება გარემოცვაზე, манипуლირება შეიძლება ესეთი უცხო ადამიანებზეც ჩვენი ავადმყოფობით. ამ შემთხვევაში ხშირად ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ყურადღება მთელი რიგი, ესე ვთქვათ, მთელი სრული კონცენტრაცია მივიფხოთ ერთის მხრივ ჩვენ და მეორეს მხრივ ეს რაღაცა ტიპის გაუგებრობების თავიდან აცილებაში, ასე ვთქვათ, გვეხმარება ხოლმე. აი ხშირ შემთხვევაში არის, რომ შესაძაც ოჯახი დანგრევის პირას მიდის, რომელიღაც მეუღლე ავად ხდება და ამითი ახდენს манипуლირებას. ხშირ შემთხვევაში ეს დაავადებები ძალიან რთული მძიმე დაავადებებია და რაღაც გარკვეული ტიპის პროცესების გადადება იცის ხოლმე. ან თქვათ პირობითად დედა-შვილს შორის თუ არის ძალიან ძლიერი მიჯაჭვულობა, თქვათ ვაჟიშვილი აპირებს დაოჯახებას, ან თუნდაც ქალიშვილი და ამ დროს დედა ხდება ავად. ნუ მამაც ხშირ შემთხვევაში ესეც არის ხოლმე, მაგრამ ხშირ უფრო მეტად დედის შემთხვევაშია ხოლმე. დედა ხდება ავად და ეს დაქორწინების პერიოდი გადაიწევს, ან თქვათ რაღაცა სადღაც გაუგებარდრომდე გადადის. ხშირ შემთხვევაში საერთოდ შეიძლება გაუქმდეს ეს თემაც. ან ვიღაცა ოჯახიდან უცხოეთში აპირებს წასვლას და ოჯახის სხვა წევრი ამ სტრესს ვერ ეგუება, არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრისას და თვითონ ხდება ავად. აი ესეთი შემთხვევებიც ძალიან ხშირია ხოლმე, შეგიძლიათ ესეც გაითვალისწინოთ. კიდევ ერთი მიზეზი, რაც შეიძლება დავასახელოთ, ეს არის ცხოვრებისეული როლის შეცვლა. ხშირ შემთხვევაში ჩვენ, როგორც თქვით, რაღაც გარკვეული ტიპის როლში ვართ შესული, რაღაცა როლები გვაქვს ცხოვრებისეულად არჩეული და როდესაც ამ როლის შეცვლა ხდება, ეს არ არის მარტივი პროცესი, ჩვენი ფსიქიკა ამას ებრძვის, ეს არის სწორედ ის ტვინის მახე, რასაც ჩვენ მე ხშირად ვამბობ ხოლმე და ვახსენებ და ვიდეოებს ვწერ და ამ ტვინის მახისგან თავდახსნის ასე ვთქვათ, მცდელობა ყოველთვის სტრესული არის ჩვენი ფსიქიკისთვის, ამიტომ ის ცდილობს, რომ ამ ახალ როლს არ შეგაგუებინოთ და დაგიცვათ მის, ასე ვთქვათ, ჩვენი ტვინისთვის. ხშირად ეს აღიქმება ისე, რომ თითქოს ის ჩვენ გვიცავს. ამიტომ ამ როლების შეცვლა ყოველთვის პრობლემური არის ფსიქიკისთვის და ამას პასუხობს ჩვენი ორგანიზმი ავადმყოფობით. და ბოლო, რაზეც შეიძლება ყურადღება გავუმახვილოთ, ეს არის შინაგანი კონფლიქტი. ადამიანს აქვს რაღაცა შინაგანი დაუძლეველი ფსიქოლოგიური კონფლიქტი და ამ კონფლიქტისთვის, ამ რაღაცა გაურკვევლობისთვის თავის თვალის გასწორებას მას ურჩევნია ავად გახდეს. ამიტომ აი ამ კონფლიქტისთვის თავის არიდება, ანუ რეალურად ხშირად ჩვენ სულ სხვა პრობლემა გვაქვს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და სულ სხვა რაღაცა გვაწუხებს. ანუ ერთი პრობლემა გვაქვს და მეორეთი ავად ვმყოფობთ. ამიტომ ამ შემთხვევაშიც აი ამ ყურადღების გადატანა, ასე ვთქვათ, სხვა დაავადებების მიმართ ეს არის ერთგვარი დაკვეთა ჩვენი ქვეცნობიერისგან და ასეთ დროს თუ კარგი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი თქვენთან ერთად მიაგნებს იმ საწყის წყაროს, რა გაწუხებთ სინამდვილეში, ამას შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ თქვენი დაავადება, ეს ფსიქოსომატიკა სწორედ ამას სწავლობს, ამ კავშირებს, თქვენი დაავადება უბრალოდ გაქრეს და თქვენ მარტივად, ძალიან მარტივად განიკურნოთ. ამიტომ ამ ქვეცნობიერი პრობლემების, სადღაც დამალული პრობლემების მოძებნა ყოველთვის ძალიან ესეთი სარგებლიანი და აუცილებელი ამბავია. და დასასრულ ვიტყვი იმას, რომ არავითარ შემთხვევაში, ყველა ვიდეოში მე ამას ვამბობ ხოლმე, არც კი გავბედოთ, ბრჭყალებში ვიტყვი და არ დავაბრალოთ ადამიანს, ავადმყოფ ადამიანს, რომ ის სიმულანტობს. მას შეიძლება ქონდეს მეორეული საფუძველი ავადმყოფობის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სიმულანტობს. უბრალოდ მისი ფსიქიკა ასე მოქმედებს, მან ის ვერაცნობიერებს, მან რომ გააცნობიეროს მიზეზები, რეალური მიზეზები, ის რა თქმა უნდა, ავადაც აღარ გახდება, იმიტომ რომ ეს ორი რაღაც შეუთავსებელია. ჩვენ ხშირად უბრალოდ ისე ხდება, რომ ჩვენი ეს ფსიქიკა ჩვენზე манипуლირებს, ეს რას გავს, იცით, რომ აი კორუფციული საქმის გამოძიება, რომ
დაუკვეთოთ ძალიან კორუმპირებულ ადამიანს და რო უთხრათ, შენიც საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოიძიე საქმე. ეხა ის როგორ გამოიძიებს, ხო წარმოგიდგენიათ რა. აი ხა მკვლელ პოლიციელს რო დაუკვეთოთ საკუთარი თავის საკუთარი მკვლელობის გამოძიება. და სრული კარტ ბლანში მიცეთ მას. ნუ ხო გასაგებია, რასაც იზავს. ამიტომ სწორედ ასე მუშაობს ხოლმე ჩვენი ფსიქიკა. მას მეტი არ შეუძლია ის ასე ფუნქციონირებს იმ მომენტში, როცა ფუნქციონირებს, ამიტომ არანაირი გაკიცხვა არ არის აუცილებელი, არც ხვისი და მით უმეტეს არც საკუთარი თავის. ჩვენ ეს გვჭირდება რაღაცისთვის, ჩვენ იმ მიზეზს უნდა მივაგნოთ და პირველ საწყისს რატო გვჭირდება ეს ავადმყოფობა და დანარჩენი ყველაფერი თავისთავად რაღაცნაირად დაალაგდება. ეს საფუძვლები შეიძლება არსებობდეს მოკლედ ჩვენი ავადმყოფობის დროს, ესეთი მეორეული მიზეზები, თუ თქვენ ამ მიზეზებს გააცნობიერებთ იპოვით და მერე შემდგომ ამ მიზეზებზე იმუშავებთ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოკეთდება, ასე ვთქვათ და უკეთესად იქნებით. თუ მოგწონთ ის კონტენტი, რასაც ახლა უყურებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ის არხი, სადაც უყურებთ, მოიწონოთ და გააზიაროთ, სხვასაც ურჩიოთ. მე ვეცდები, რომ თქვენი შეკითხვებიდან გამომდინარე პასუხები დაგიბრუნოთ ხოლმე ასე ვიდეოებით. ეს ვიდეო ჩაწერილია ფასკუნჯი გურამ ეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლისთვის. ჩვენი კურსების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ Facebook-ის შესაბამის გვერდზე.